საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების ახალგაზრდული გზა სოლიდარობას უცხადებს იმ ადამიანებს, ვინც ტრამვები მიიღო მოყინული ტროტუარების შედეგად და ქალაქის მერიას მოუწოდებთ, რომ როგორც ჩვენ მუშაობთ, ისევე თავის შესაბამისი სამსახურები აამოქმედოს, რათა არ იყოს ეს პრობლემა და მოხსნილი იყოს. ცინიკურია ის აზრი, რომ ქალაქის მერია დააფინანსებს ყველა ტრავმატულ პაციენტს, რომელიც ყინვის გამო დაშავდა, დაფინანსებას ჯობია მიიღოს სათანადო ღონისძიებები და პრევენციული ზომები გაატაროს, რათა შემდეგში აღარ მოხდეს ეს ფაქტი. ამ გადავწყვეტეთ, რომ გავუკეთებია ესეთი აქცია, რომ დაგვისუთეებია ეს თოვლი და მოგვიყარა. ამ აქციის ჩვენ მესიჯი გაუგზავნეთ დიდი უგულავას ამერიას, რომ ეს ადამიანები უნდა დადგენ ქართული ხალხის გვერდით და ქართული ხალხის სამსახურში, რადგანაც ტრამატოლოგიურ ცენტრში ასობით ადამიანი უჩივის ხელის, ფეხის და თავის დაზიანებას. ამიტომაც ჩვენ გავაკეთეთ აქცია და ძალიან მოხარულები ვართ, რომ დასუსტების სამსახურმა მერიამ გამოაგზავნა თავიანთი თანამშრომლები და ისინი გვეხმარებიან დღეს ამ ყველაფრის დასუსტებაში. სადავდო ეხლა ეს კაცი არილი? ხო. ბარათაშვილის ხიდიდან გადმოვედით აგერისის მეტროსთან. იმედი აქაც შემოვიძება მერია, მოყვება ჩვენ, ყველდაყვალ და აქაც დაასუფთავებს. ჩვენი ინიციატივა არის ძალიან კარგი, ხალხს ასევე მოუწოდეთ გამოვიდნენ დაასუფთავონ. დაგვეხმაროთ წეღან აგერ ბარათაშვილის ხიდიდან, როდესაც ვიყავით, დაგვეხმარა უბრალო მოქალაქე და შეიტანა რაღაც წვლილი ქალაქის დასუფთავებაში.